მოგვიანებში ჩავატარეთ ღია მეცადინეობა იმისათვის რომ ნახოთ შეხედოთ რა სტილით მიმდინარეობს ბავშვების აღზრდა განვითარება და სწორედ დღევანდელი დღეს გახლავთ იმის დასტური რომ საბავშვო ბაღის პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო, სააღზრდელო, საგანმანათლებლო პროგრამას და ამ პროგრამის შესრულებაში ვიღებთ მთელი პედაგოგიური კოლექტივი მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე მიზნად ისახავს ბავშვის, ანუ მომავალი მოსწავლის უნარჩვევებზე ორიენტირებას, დამოუკიდებლობას, აზროვნებას, გონების გავარჯიშებას და საერთოდ ცოდნის შეძენას, რომელიც საფუძველს ადგილს იმისათვის, რომ სკოლაში წარმატებულად შევიდნენ ბავშვები. ვიცით, უფროსი ჯგუფია სასკოლო მოსამზადებელი და სწორედ დღევანდელი დღე თქვენ მოგიწვენით საყვარელო დედიკოებო ჩვენს გაერთიანებიდან მოწვეულ მეთოდისტებს, სპეციალისტებს და მინდა რომ კიდევ ერთხელ გაჩვენოთ ძალიან ლამაზი თემა არის, პატრიოტული თემა, საქართველოს წარსულის ნარკვევები არის და ნახოთ ერთად როგორ შეისწავლეს პატარებმა და როგორ აიხაცეს ქართველი მეფეები და თვითონაც მე ვუსურვეთ მათ ხელმწიფობა, პრეზიდენტობა და ნახოთ რას გვირდებიან ისინი ერთად. მადლობთ რომ მოგწამთ და შევეგებოთ ბავშვებს. აბა გაგოჯობათ. ისა. ხმაურობ, ჩვენი დიდი ძმაზე.
რამე მუსიკა დავიკარგე ნატკასთან. ჩვენ შევიკრიბეთ დილის წრეზე. ჩვენი აქტივობა ბავშვებო ამ კვირაში არის საქართველოს თემა. ხოლო დღევანდელ დღეს ჩვენ ვისაუბრობთ საქართველოს გმირ მეფეებზე. რადგანაც მეფეები აღარ არიან და ქვეყნებს მართავენ პრეზიდენტები, მოდით ვითამაშოთ ასეთი თამაში. მე რომ პრეზიდენტი ვიყო. გინდათ? Ultian mancanებს დაურიგებთ. მე რა ვიყო პრეზიდენტი ჩემ მეგობრებს დაურიგებით კვირა. მამა, უსწავლად ყოფილ სავაში. მე რა ვიყო პრეზიდენტი ვაგიზასაში დავდავდი დიდ კარუსელებს. მე რა ვიყო პრეზიდენტი ფიფრინავში დავჯდებოდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი უსაფრთხოებს ამშვენებდი სახლი. რა ვიყო პრეზიდენტი ვაშეთის შემდი შოკოლადი. მე რომ ვიყო პრეზიდენტი ადამიანებს ტელევიზორებს მიქცევ. მე რა ვიყო პრეზიდენტი სახლებს ავაშენებდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი ქვეყანას გავაძლიერებდი. მე რომ კანდიდატი ვიყო, მე რომ კანდიდატი ვიყო, მაგაუმე დამოდი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ბაღში დავდგავდი დიდ სასულიერო. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ღარიბ მანქანებს ვაჭირდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, გაჭირებულ ადამიანებს დაურიგებდი საჭურველი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ავაშენებდი დიდ გასართო პარკს. საგარეჯოში. მე რა ვიყო პრეზიდენტი, ჩემგებოს და ბაბიკოს ფულებს მივიწევ. რა, პენსიას გაუზრდიდი? მე რა ვიყო პრეზიდენტი, საქართველოს გავალამაზებდი. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, სკოლებს დავაშენებდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, ეკლესიებს დავაშენებდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, მახუძებს დავეხმარებოდი და თავშესაფარს აუშენებდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, დადიკას და მამიკას სხვა სამსახურში წავიყვანდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, ბაღის მასწავლებლებს ხელფასებს გავუვიწყდი. ჟურნალს ჩვენს ეს ჩაწყობილია. მე რა ვიყო პრეზიდენტი, გადავღეთ გავგზავნეთ. მე რა ვიყო პრეზიდენტი, ახალებს დავიბრუნდი. მე რა ვიყო პრეზიდენტი, ადამიანებს დაურიგებდი კომპიუტერებს. მე რა ვიყო პრეზიდენტი. აი მან ნინო არ ყველა ბავშვს ექნებოდა უღრუბლო მომავალი და იმედი აქვს
ძალიან კარგი და გაბრწყინებული იქნება. იქა გავიდეთ. ჩვენ ბარიშები ფილად გადავიდანო. ადგილები მოვძებნოთ. ადგილები მოვძებნოთ. ყველა თავისად.
შევხედოთ ახლა ჩვენ ეკრანს. ვინ არის ბავშვებო ეკრანზე? მეფე ფარნავაზია. ვინ არის ფარნავაზი ბავშვებო? ის ნამდვილად მეფეა. ხედავთ გვირგვინი ახურავს. ხელში რაღაც უკავია და რაღაცას გვარიშნებს. ეს რა? ის არის ეტრატზე დაწერილი ქართული ამბარი. ახლა მოდით ვისაუბროთ მეფე ფარნავაზზე. რა გააკეთა მეფე ფარნავაზმა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი? მარია ფელიშვილი. მან გააერთიანა სახელმწიფო და შექმნა ქართული ანბანი. რათა ქართველ ხალხს თავისუფლად შეძლებოდა თავის ენაზე წერა და კითხვა. დიახ, მან გააერთიანაო საქართველო. მანამდე საქართველო არ იყო ერთიანი? არა. მანამდე საქართველო კუთხეებად იყო დაყოფილი და ყველა კუთხეს ჰყავდა თავისი მამასახლისი. თავისი მამასახლისი, თავისი მმართველი ჰყავდა. ჩვენ რომელი კუთხის შვილები ვართ? მოდით ჩამოვთვალოთ საქართველოს კუთხეები. ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, გურია, სვანეთი, ხევსურეთი, მესხეთი, აჭა. მოდით ახლა ეს ყველაფერი ჩვენს პატარა თითებთან ერთად გავაკეთოთ.
წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში ხედავთ ლოცვების წიგნით მოცავს ქართველ ხალხს ხედავთ ბავშვებო ხან ნახოთ ილია მეფე თავის დედოფალთან ერთად ხედავთ ილია მეფე თავის დედოფალთან ერთად მეფის გვირგვინი ახურავს სამეფო ტანსაცმელი აცვია აბა კიდევ ერთ სურათს გაჩვენებთ ახლა ქალაქში დგას ბავშვებო ეს ძეგლი თბილისში რატომ მაინც და მაინც თბილისში დაუდგეს ვახტანგ მეფეს ძეგლი ანა აბა მიგას იმიტომ რომ მან დაარსა თბილისი მან დაარსა თბილისი აბა ვინ მომიყვება ამ ლეგენდას აბა იკო ეხლა ვახტანგ გორგას არის დავიდა სანადიოდ და წაიყვანა თავისი მიმინას მიმინა გამაკიდა ხალხავს და არიანი უცებ-თეთრი ჩაიკარგნენ ბევრი ძებნის შემდეგ იპოვეს ერთი ხეობა საიდანაც სამოდიოდა მიწიდან ცხელი წყლები და ორივე ფრინველში იპოვეს მოხაშულები ვახტანგ გორგასაც ისე მოეწონა ეს ადგილი სანდა რომ აქ უნდა დააარსო ქალაქი რომელსაც დაიქმნება თბილისი და მართლაც დაარსა თბილისი აბა შემდეგ რა მოხდა ცოტნე საგააკეთა ვახტანგ მეფე გორგასალმა თავისი ტახტი ცხეთში და მოიტანა თბილისში და თბილისი რა გამოაცხადეს საქართველოს დედაქალაქად და დღესაც საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი და ვახტანგ მეფის ძეგლი ამაღად გამოხურებს ქალაქს აბა როგორი მეფე იყო მეფე ვახტანგი აბა ნიკო ვახტანგი დიდებული მეფე იყო ის არა მარტო ხალხს მეტა ძალიან უყვარდა მასე ლეგენდებს და ლექსებს წერდა აბა ის და ვახტანგ მეფეზე ხალხური ლექსი უყვარდა ვახტანგ მეფეს უყვარდა სიდან ჩამოესვა ნეკვა იან გულზე აბა რომელი მეფეა ეს? დავით აღმაშენებელი. ნახეთ ბავშვებო, თავზე ადგას თეთრი ნიშანი. შარავანდედი ეს რისი ნიშანია? წმინდანია. ის არის წმინდანი. ხელში რაღაც უკავია, ეს რა არის? ეკლესიის პატარა-პატაკეთი. ეს რომელი ეკლესიაა ბავშვებო? გელათის ტაძარი. გელათის ტაძარია. თავისი აშენებული გელათის ტაძარი უკავია ხელში. აბა რა ვიცით? დავით აღმაშენებლის შესახებ. აბა მარი კურთხული გვესაუბრება. დავითი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ჩვენ ქვეყანას შემოესივნენ ოსმალები, გადაწყვეს მთელი ქვეყანა. როდესაც დავითი წამოიზარდა, დაიწყო ეკლესიების საშენება, სამონტყოფოების საშენება, ააშენა ოსმალებისგან დანგრეული ქალაქები. როდესაც ქვეყანა გადლიერდა, დავითმა შეკრიბა ჯარი და შეებრძოლა მტერს. ისინი საქართველოდან გააძევა. დიდი სიყვარულით მას ხალხმა აღმაშენებელი უწოდა და წმინდანად აღიარეს. წმინდანად აღიარეს ის. აბა შემდეგ რა მოხდა ლენე? დავით აღმაშენებელი, როდესაც გარდაიცვალა, ის დაკრძალეს თავისივე აშენებულ გელათის ტაძარში, შესასვლელში. რატომ შესასვლელში? იმიტომ რომ მან დატოვა ანდერძი. აბა რა წერია დავითის საფლავის ქვას? ერთი დამატი
არის ეს? დიახ, ბავშვებო, ნახეთ, რა ლამაზია. რა ლამაზი გვირგვინი ახურავს თავზე. ხედავთ, სამეფო სამოსელი აცვია. წითლას ითვლებით მორთული. ის ნამდვილად დედოფალია რა? დია! რა ხო მოგწონთ? დია! როგორი დიდებული მეფეა. აბა რა ვიცი, თხელი ავიწიოთ, აბა თამარ მეფის შესახებ რა ვიცი. თამარ მეფე იყო დავით აღბაშენებელის შვილი. თამარ მეფის დროს საქართველო იყო ძლიერი ქვეყანა და მან გადააქცია უძლიერეს სახელმწიფო. თამარ მეფეს ქართველები ყველა მეფეზე მაღლა აყენებენ. მის სახელზე ეკლესიებია აშენებული. ქართველი დედები მისი სიყვარულით თავის შვილებს აბასარქმევენ. მადლობა მარია. აბა როდის აღნიშნება თამარობა? 14 მაისს. რა ხდება ამ დღისით, მარია? ამ დღეს ეკლესია მონასტრებში პირველ ლოცვა აღევლინება. დიახ, და ქართველი ხალხი თამარ მეფეს საქართველოს ამღერებს, არა? აბა, მოდით ახლა ბავშვებო, ძალიან ბევრი ვიცით ჩვენ თამარ მეფეზე ლექსი, მოთხრობა, ლეგენდა. მოდი ჩვენ დღეს მეფე თამარს მივეფეროთ, მიუძვნათ დიდი ვაჟა-ფშაველას ლექსი, დიდი თამარი. აბა, ასე. ქართველები მეორე სახელს პატარა რატომ ეძახდნენ გიგა პატარა კახს? კახელი იყო ის, დია. აბა მოვეფეროთ ჩვენ ხალხური ლექსით. ქართველი ხალხი დიდი სიყვარულით იხსენებს ეკლემებს. ის იყო გულადი, ძლიერი მამეთი, უშიშარი. მან ყვამლავის ზოლა გადაიხადა მძღერის წინააღმდეგ და თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მისი გმირობა სხვა ქვეყნის მეფეებსაც აოცებდა. ნამდვილად აოცებდა. მეფე ერეკლე მათ მოხუცებული გარდაიცვალა ბავშვებო და ქართველმა ხალხმა ის დიდი სიყვარულით დაიძირა და გააცილა თავის უკანასკნელ გზაზე. მოდით ახლა ჩვენს გმირ წინამორბედს მიუძღვნათ საგალობელი. Robe sa
ხალხს განსაკუთრებულად გამორჩეულად უყვარს. ახლა კიდევ გაჩვენებთ ერთ სურათს. ბავშვებო, ვის ხედავთ? გიორგი მარგვენაში. ვინ არის ეს? ჩვენი პრეზიდენტია. თუ ადრე მეფეები მართავდნენ საქართველოს, დღეს პრეზიდენტი არის საქართველოს მმართველი. მასავალია ზრუნვა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ბავშვების კეთილდღეობაზე და საერთოდ ყველაფერზე. მე იმედი მაქვს, ბავშვებო, რომ თქვენ გაიზრდებით ღირსეული მამულიშვილები, გექნებათ საუკეთესო მომავალი და თქვენ იქნებით პრეზიდენტები, იქნებით პრემიერ-მინისტრები. ეხლა ჩემი ბიჭები მოცუნცულდნენ ჩემთან, გადავიქცეთ უცბად ხელმწიფეებას, ჩემთან მოდი. მოვეწყოთ ბავშვებო. აბა მაინტერესებს ერთი თქვენ რომ იყოთ ხელმწიფეები, რას პირდებით? პრეზიდენტი. ხელმწიფეები ამ შემთხვევაში. ვიგვინებთ რა ვიყო ხელმწიფე და საგიზადი, ყველაფერ პრობლემას გადავხედავდი, მაგრამ მე უბრალო ბაღის ბიჭი ვარ, სახლიდან მე ბაღში ჩემთვის ავდივარ. არ უნდა ამას ბევრი ბაზარი, როგორც შეგვიდა ეს ადამი, ქუჩაში მოხუბას შევაიგები, ხაინეს უყავს დაურიგები. ქვეყანას უყურეს გავანათები, სამშაბათს გახსნეს ავადიდები, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღლა აზრები, სულ ყველა საკითხის პასუხები. არ უნდა ამას ბევრი ბაზარი, როგორც შეგვიდა ეგრეს ადამი, ეგო მე საჩუქრე დაურიგები, მე ვიყო ხელმწიფე და საგიზადი. შვიდად ბავშვებო. დაბძანდი. აბა რას ხედავთ? საქართველოს დროშა. სხვანაირად რას ვეძახით? კიდევ? ხუთჯვრიან დროშას ვეძახით, დიახ. ბავშვებო, დროშა არის ქვეყნის რა? სიმბოლო. ყველა ქვეყანას თავისი სიმბოლო, თავისი დროშა აქვს. აბა, მაინტერესებს მართლა ხუთი ჯვარი აქვს თუ არა? აბა, მოდი ზაზუკა. მოდი დავვითვალე, აბა რამდენი ჯვარი აქვს. მეცი, ახლოს მიდი. 1 2 3 4 5 აბა მეხუთე დიდი სად არის? ზაზუკა. ხელით იქიდან მაჩვენე, დატოვა. დიდი ჯვარი რომელია? დიდი რომელია დიდი? არის. ხო, აი ეგ არის. რამდენია პატარა? რამდენია პატარა ზაზუკა? 4. პატარა და დიდი. 1 დიდი. კაცადი? ეხლა უხმაურო. მაგიდებს მოვიტანთ. დაჭდებით სუღალარი, ხილად, ჩუმად, მოიცანთ, დაილოდეთ მანქანები მოვიდეთ. გამიდები მოვიდეთ.
აპლიკაცია საქართველოს დროშა. ესმით? აბა ეხლა ჩუმად უხმაუროთ დავიწყოთ მუშაობა.
მოდით სულ ყველა მეხლა იმედს და მეგობრობას ვუმღეროთ.